ჩემი მიზანი როგორც წესი არის ხოლმე მათთან დიალოგის წარმოების ცდელობა. ამიტომ დავდივარ სატელევიზიო ეთერებში და მინდა რომ გავამხნევ აქედანაც ჩემი მეგობრებიც აგერ უკვე სამნი არიან იქ და ყველა პოლიტიკური პატიმარი რა თქმა უნდა. მე ვესწრებოდი 11 პირის საქმეს 9 თვის განმავლობაში. 39-ის ხდომა იყო და 3 მაქვს გაცნელილი მხოლოდ. შესაბამისად ჩემთვის ძალიან ცოცხალია ეს სურათი თავიდანვე, რაღაცნაირად თავიდანვე აბსურდული იყო მთელი ეს პროცესი, რასაკვირველია, მაგრამ ბოლოში განსაკუთრებით, აი სწორედ მაშინ, როდესაც დაიხურა, სწორედ მაშინ გახდა კიდევ უფრო აბსურდული და წარმოუდგენელი მოწმეთა დაკითხვის ნაწილიც, მოსამართლის ასე ვთქვათ, ქცევაც, ერთადერთი რაც არ შეცვლილა ეს იყო სწორედ ბრალდებულების სიმტკიცე, სიმამაცე, სიმართლე და თავდაჭერილობა. ძალიან ხშირად ვცდილობ ხოლმე რომ წარმოვიდგინო ბრალდებულის სკამიდან როგორც ჩანს ეს დარბაზი. აი მე თვითონ ხო ვუყურებდი კადრებს და პირველ რიგში ჩემი თავი დავინახე და მაგაზე ბევრი მიფიქრია, რომ შენ როდესაც ბრალდებული ხარ, თან უსამართლოდ ბრალდებული ხარ და იცი რომ ციხეში გაგიშვებენ, რას ფიქრობ, საერთოდ როგორ იქცევი, რატო არ ღალატობს ნერვები, რატომ არც ერთხელ არ გამოდიხარ წყობიდან. და არიან ადამიანები, ვისგანაც ველოდი ამ სიმტკიცეს, მაგრამ ნუ ყველას არ ვიცნობდი რასაკვირველია და ჩემთვის არის გასაოცარი, ძალიან პატივსაცემი და ძალიან აღმაფრთოვანებელი, როგორც იქცეოდნენ ბრალდებულები, როგორც ცდილობდნენ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას, როგორ ეხმარებოდნენ ამაში ადვოკატები და როგორ სამწუხაროდ ვერავინ ვერაფერს გახდა ამ სასამართლო სისტემაში, რომელიც ასეთი მანკიერი სახით ჩვენ გვაქვს დღეს. რაც შეეხება განაჩენს, ის დღე კარგად არ მახსოვს, ჩემთვის ძალიან სტრესული იყო მაინც ამ განაჩენის მოსმენა, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი, რაც მოხდებოდა. და თან მოგეხსენებათ 8 პირის საქმემ დაასწროთ 11 პირის საქმეს, შესაბამისად ფაქტიურად ვიცოდით მუხლის გადაკვალიფიცირების ალბათობაც გაიზარდა და ეს განაჩენიც რაღაცნაირად ესეც განსაკუთრებული სისასტიკეა, რომ შეეცადონ შეგაგუონ 2 წლიან განაჩენს და იმიტომ რომ 4-7 წელს ელოდები, ან 3-6 წელს ელოდები, ეს რაღაც შვებად მოგეჩვენოს. არც ერთი წუთი, რომელსაც პოლიტიკური პატიმრები ატარებენ ციხეში, მე პირადად შვებად არ მეჩვენება. და არც 2 წელი, კი არა და 2 დღეც არ უნდა იყოს ეს ხალხი რასაკვირველია ციხეში. თავისთავად მგონია რომ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ისტორიული ხდება ეს პროცესები. ძალიან ცოტა დრო არის გასული იმაზე სალაპარაკოთ, თქვათ, რას ნიშნავს ქვეყნის ისტორიაში ასეთი პრეცედენტული სასამართლოს ხდომები. მაგრამ ჩვენ ვიცით სხვა ქვეყნების გამოცდილება და ზუსტად ვიცი რომ 10, 20 და 30 წლის პერსპექტივაში ეს იქნება დღეები, როდესაც ამ ქვეყნის ბედი გადაწყდა და რომელიც საკუთარ თავზე არ მინდა რაღაც პათეტიკურად გამომივიდეს, მაგრამ მართლა კონკრეტული რაოდენობის ადამიანებმა იტვირთეს და ჩვენ ამის მოწმეები ვართ და ამის მაყურებლები ვართ. ესეც თავისთავად ძალიან რთული როლი იყო ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ყველა იქ მყოფისთვის. რა შეიძლება რომ ითქვას, არ ვიცი, რთულია, მიჭირს, ჯერ ძალიან ახალია მაინც ეს შეგრძნებები და მხოლოდ მადლობა შემიძლია უთხრას ხნეობის. ხო, მაგას ჯერ კარგად ჩვენ ვერ ხვდებით დარწმუნებული. და ალბათ ხო, მე სულ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი რო ჩაივლის და მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, მაგრამ იმიტომ არა, რომ ინფანტილიზმია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ არც ჩვენ ყველანი ვხედავთ არა მხოლოდ სულ მისმის საუბარი იმაზე, რომ აი ოპოზიცია ვერ ერთიანდება, რომ თითქოს პროტესტს არ არის ისეთი, როგორიც იყო პირველ დღეებში და ასე შემდეგ, მაგრამ მე მაინც ვხედავ 300 დღეზე მეტ გადაკეტილ რუსთაველის გამზირს და ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ გულახდილად ვსაუბრობთ ჩვენივე პრობლემებზე, თვითრეფლექსია მეტი გვაქვს და რეჟიმი არ საუბრობს, რაც მდგომარეობაში არიან ისინი. აი ეს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვამბობთ ამ ყველაფერს გულწრფელად და საჯაროდ და რეჟიმი არ ლაპარაკობს ამის შესახებ, მაგრამ ეს ჩანს.